საოკუპაციო ხაზთან მყოფმა მერმა განაცხადა, რომ საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. ვერ ხედავს ვერც ტერიტორიების ოკუპაციას. მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ შეექმნება, ადგილობრივი პოლიცია ადგილზეა და ყველანაირად კონტროლებადი სიტუაცია. ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს, ხედავთ ბანერები, სადაც არის და აბას არ ასხედავთ, რომ მიმდინარეობს. არ მიმდინარეობს. მე ვერ ხედავ ახლა რომ ამემდე თქვენ ხედავთ ახლა რამე ეს. სკოლას გვასწავლის მერი, რომელიც არასოდეს არ არის ოკუპაციის ხაზთან. მერი, რომელიც არაფერს აკეთებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ხელისუფალი, რომელიც მცოცავ ოკუპაციას ვერ ხედავს, ზაზა გულიაშვილია. ის 2017 წლიდან ქარელის მერია. იქამდე ქარელის გამგებელი იყო. სპორტული წარსულიც აქვს. არის მრავალგზის ჩემპიონი ჭიდაობის სამ სახეობაში. ამ ეპიზოდში გიყვებით, რა ქონებას ფლობს ზაზა გულიაშვილი ახლა და რას ფლობდა წარსულში მერის თანამდებობამდე. მაშინ, როცა ქვეყნის მოსახლეობის 13% სოციალური შემწეობის იმედად ცხოვრობს, დანარჩენი კი სიღარიბის ზღვართან ახლოს. გიჩვენებთ, როგორ ცხოვრობენ გავლენიანი ადამიანები, მაღალჩინოსნები და მათი ერთგული მსახურები. გახდით ჩვენი გამომწერი და ამ გადაცემის მომდევნო ეპიზოდები არ გამოგრჩებათ. ფაქტებსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით მოგიყვებით ფუფუნების ამბებს. არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს გაზიარება. ეს ეპიზოდი დააფინანსეს iFact-ის მხარდამჭერებმა. მოქალაქეებმა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა ხელისუფლება უნდა აკონტროლონ. ამიტომ გახდით ჩვენი დამოუკიდებლობის, სიმართლის მცველი. ზაზა გულიაშვილს და მის ოჯახს თბილისში 3 ბინა და 1 კერძო სახლი აქვს. მათი უმრავლესობა ახალი შეძენილია. მაგალითად, მერმა 2020 წელს იყიდა ახალაშენებული ბინა კიკვიძის ბაღთან. ალფა სახლის კომპლექსში, რომელშიც 126,000 ლარი გადაიხადა. შარშან კი თავის შვილს, გიგა გულიაშვილს აჩუქა. ზაზა გულიაშვილმა 2023 წელს 170,000 დოლარი გადაიხადა არტ-ჰოლთან მდებარე 2 სახლში, რომელიც ერთ ქონებადაა გაერთიანებული. თბილისში ბინა აქვს მერის მეორე შვილსაც, უმცროს ზაზა გულიაშვილს. მის სახელზეა 116 კვადრატული მეტრი ბინა გოცირიძის მეტროსთან, რომელიც 2024 წელს იყიდა. გარდა ამისა, მამაშვილს ზაზა გულიაშვილებს 6 ჰექტარი მიწის ნაკვეთი აქვთ ქარელში, სოფელ ბრეთის მეურნეობაში. ეს მერის მშობლიური სოფელია. ამ სოფელში უძრავი ქონების ნაწილი მემკვიდრეობით აქვთ, ნაწილი უპირობო აუქციონით მიიღეს, ნაწილი კი იყიდეს. ყველა ქონება, რაც ჩამოგითვალეთ, გულიაშვილის მერობის ან გამგებლობის დროსაა მოხვეჭილი. იქამდე ზაზა გულიაშვილის ქონებრივი დეკლარაცია გაცილებით მოკრძალებულად გამოიყურებოდა. თბილისში ჰქონდა მხოლოდ 1 ბინა ვაგზლის მოედანთან ახლოს, ხოლო ქარელში სოფელ ბრეთის მეურნეობაში 1 საცხოვრებელი სახლი და 1 მიწის ნაკვეთი. გულიაშვილის ვაჟმა მამამისის მერობის დროს დაირეგისტრირა სოფელ ზემო ხვედურეთის მიწაც, სადაც სახლი შენდება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მერს 2 მეტსახელი აქვს. ჩლიკო ხოსანა არ მოსულა? ქარელის მერს ზაზა გულიაშვილს ხალხში ეძახიან 2 ზედმეტსახელს. ერთი არის ჩლიკოსანი, რომელიც უკავშირდება მის კრიმინალურ წარსულს. ძროხის ქურდობის გამო არის ნასამართლების წლების წინ და მეორე უკავშირდება ბიუჯეტის ქურდობას და ბიუჯეტის ქურდობის გამო ხალხმა მას დაარქვა ვირთხა. ქარელის მერმა 2021 წელს ეს ამბავი გაასაჩივრა და მთავარ არხს დისკრედიტაციისთვის უჩივლა. ზაზა გულიაშვილის ოფიციალური შემოსავალი მერის ხელფასია. ბოლო დეკლარაციის მიხედვით 2024 წელს თვეში დაახლოებით 5,000 ლარს იღებდა. გარდა ამისა, ის სოფლის მეურნეობითაა დაკავებული. მაგალითად, 2024 წელს სასოფლო სამეურნეო პროდუქციის გაყიდვით 130,000 ლარი აიღო. დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ამ საქმეში სახელმწიფო პროგრამებიც წაადგა. მიღებული აქვს შეღავათიანი აგროკრედიტი TBC ბანკისგან, რომელიც სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული სესხია. რაც შეეხება ბიზნესს, საჯარო რეესტრში მისი ან მისი ოჯახის წევრების აქტიური კომპანიები არ იძებნება. ხსენიათ ქართული ოცნების წევრების ან საჯარო მოხელეების დამალულ ქონებაზე. მოგწერეთ კონფიდენციალურად მეილზე ან სიგნალში.
დეტალებს აღწერაში იპოვით. არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა და ამ ვიდეოს გაზიარება.